აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ საშუალო სიმძიმის სცენარები დავუშვათ და იმის იქეთ არ დავინახოთ რა არის ივანიშვილის განზრახვა, მით უფრო რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, რაც ცხადად აჩვენებს რომ მისი განზრახვები არის ძალიან მძიმე ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მე ვისაუბრებდი იმაზე, რომ ის ცდილობს საქართველოს საბოლოოდ გააფორმოს როგორც მძიმე ავტოკრატიული რეჟიმი. ეს თავისთავად არის ძალიან ტრაგიკული პერსპექტივა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ არ არსებობს ავტოკრატიული სახელმწიფოები, სადაც მოქალაქეები არიან ბედნიერები, არ შეათ, არ წყურიათ და არ ეშინიათ ხვალინდელი დღის. ავტოკრატიაში ადამიანი ბედნიერი არ არის. ამიტომ ავტოკრატიაში ცხოვრებას რომ პირდება ივანიშვილი მოქალაქეებს, ეს მათთვის არის უკვე ძალიან დიდი დარტყმა, მაგრამ აქაც არ მთავრდება სცენარი. ავტოკრატიასთან ერთად ეს იქნება ქვეყანა თუ ივანიშვილის სცენარი შესრულდა, რომელსაც მართავს ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმი. მე მინდა გავიხსენო და არქივი ინახავს ამ ყველაფერს. ჩვენ ჯერ კიდევ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ძლიერ საქართველოში მე მქონდა ბრიფინგი, სადაც ჩვენ მოქალაქეებს ძალიან ღიად უთხარით, ძალიან მძიმედ სათქმელის სიმართლე. ივანიშვილი ემზადება კონსტიტუციის შეცვლისთვის და ამ კონსტიტუციაში მას დიახ აწუხებს და ხელს უშლის ორი რამ. ერთი ეს არის ჩანაწერი ევროატლანტიკური კურსის შესახებ და ძალიან ბედნიერი და ამაყივარ რომ ამ ჩანაწერის ინიციატორი ვარ თავის დროზე საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში, როცა წარმოვადგენდი საქართველოს ახალგაზრდების ასოციაციას და დიდ წინააღმდეგობას წააწყდა სხვათა შორის ეს ჩანაწერი მაშინ თითქოს არ ჩანდა რომ დასავლური ვექტორი მათთვის იყო უღებელი. მე 2017 წლის ამბებზე ვსაუბრობ და პირველად მაშინ გაჩნდა ჩემში ძალიან ძიმე ეჭვები, რომელიც შემდგომ დადასტურდა ანაკლიის სპორტის გაჩერებით. და მეორე, რაც მას არ უნდა საქართველოს კონსტიტუციაში და რაც ხელს უშლის რუსეთს, ეს არის ჩანაწერი საქართველოს მთლიანობის შესახებ, განუყოფელობის შესახებ და სუვერენობის შესახებ. ამიტომ თქვენ გახსოვთ, რომ წინასაარჩევნოდ ისინი ისტერიულად იმეორებდნენ, რომ სჭირდებოდათ და მიიღებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელიც ვერ მიიღეს ქართველი ხალხის უდიდესი მობილიზების გამო. თორემ მათ ამოცანა 26 ოქტომბერს ჰქონდათ სწორედ ის, რომ რუსული სპეცოპერაცია დასრულებულიყო არა მხოლოდ უმრავლესობით, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით. ცხადია, ეს რომ ვერ შეძლეს, ეს არ ნიშნავს, რომ აქ გაჩერდნენ. ეხლა აგრძელებენ ვითარების ისე შეცვლას, რომ შემდგომი არჩევნებისთვის მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება შეძლონ. რატომ? იმიტომ რომ აქ ჩემთვის ძალიან ცხადად ჩანს და სხვათა შორის ეს ჩანს ამ ეგრეთ წოდებული კომისიის მუშაობაშიც, მათი ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის შერყევა, მაგრამ შერყევა არა მხოლოდ სიტყვებით და შერყევა არა მხოლოდ პოლიტიკურად, იმიტომ რომ ახლაც არ ყევენ, როდესაც ქვეყანა იზოლაციაშია მოქცეული და ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ანა მაბადირო გაწყვეტილეთ, მაგრამ ასეთი კითხვა მიჩნდება აი ამ თქვენი პოზიციების გათვალისწინებით, ხო რომ თუ ასე მძიმედ არის საქმე, გვაქვს შემდეგი მოცემულობა. ერთია, როდესაც ქვეყანაში მყარდება ავტორიტარიზმი, შეგვიძლია უკვე ვილაპარაკოთ უკვე დიქტატურაზეც, ხო? და თანამედროვე დიქტატურა. არის ესეთი ცნობილი გამონათქვამი არის, რომ დიქტატურა, კაი, იმის მიხედვით არის და ცუდი, დიქტატორთან ახლოს ხარ თუ შორს, ხო? შეიძლება ზუსტად ვერ ვციტირებ, მაგრამ არის გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ბიზნეს თუ სხვა ინტერესების თუ რაღაცა კლიენტორული ინტერესების საჯარო სამსახურებში ყოფნის და რაღაცების გამო პრობლემა არა აქვს. ურჩევნიათ შეიძლება კიდეც, იმიტომ რომ ღია კონკურენტულ დემოკრატიულ გარემოში პირიქით პერსპექტივას ნაკლებს ხედავენ, ხო? მაგრამ მეორეა, როდესაც
ანუ შენი ადგილობრივი დიქტატურა კი არ მყარდება ქართველების, არამედ რუსული დიქტატურა მყარდება საქართველოში. ეს ამ ადამიანებისთვისაც ცოტა რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება იყოს მისაღები, ყოველ შემთხვევაში მათი დიდი ნაწილისთვის რა. ქართულ ოცნებაზე მაქვს და მათ მხარდამჭერებზე ლაპარაკი და ასე შემდეგ. თქვენ რაზეც საუბრობთ? მხარდამჭერების ეს არის აი კონსტიტუციური ცვლილებების რუსეთის კოლონიად გახდომის გზა არის, რაც ლაპარაკობთ ფაქტობრივად ქვეყნის დაშლის ლეგიტიმირება ქვეყნის შიგნიდან, ასე თქვა. ეს კომისიაც ხომ მაგას აკეთებს, არა? და თუ ესე მწვავე და მძიმედ არის საქმე, ნუ თუ ივანიშვილი რისკების სიმძაფრეს ვერ ითვალისწინებს ამას ყველაფერს და ის რა შვება დავანებოთ ახლა იმას თავიდან ჩემი მეორე და ბოლო შეკითხვა არის თქვენთან ჩვენ რა ვშვებით თუ ეს ყველაფერი გვესმის რამდენად ადეკვატურია ის პოლიტიკური პროცესი რომელიც ახლა მიდის ოპოზიციური ფლანგის მხრიდან გიორგი, პირდაპირ გეტყვით, რომ რა თქმა უნდა ამ სიმძიმის საფრთხის მიმართ ადეკვატური ვერ იქნება და არ იქნება პროცესი, მანამ სანამ ეს ბრძოლა არ დამთავრდება გამარჯვებით. ეხლა მე რო გითხრათ, რომ ადეკვატურია ეს პროცესი, არც უწრფელი ვიქნები და არც მართალი, ხო? არ არის, ვერ არის მთელი რიგი მიზეზების გამო. მათ შორის მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებზე, უბრალოდ ძალიან დიდი პატივისცემით თქვენს მიმართ და თქვენი მაყურებლის მიმართ. ზუსტად იმიტომ, რომ დიქტატორულ ქვეყანაში ვართ, სადაც თუ რამე მუშაობს, არაფერი არ მუშაობს, არც სოციალური პოლიტიკა, არც ეკონომიკა, არაფერი ხედავთ ჩვენ აი უზარმაზარი სკანდალის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა, სადაც მთელი ქვეყანა და განსაკუთრებით მომავალი თაობა აღმოჩნდა, რომ იკვებება ჯერ რაფასი ადევს ამ რძეს და რძის პროდუქტს და მე მშობელს რო გონია რომ ყველაფრის მოკლების ფასად შვილს რო ჯანსაღ საჭმელს აჭმევ თურმე წირავ რაღაცა წარმოუდგენელი საფრთხისთვის და შენი ხელით აჭმევ შვილს საძამლავს ასე აღმოჩნდა და დღემდე ამაზე არც ერთ სახელმწიფო უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია წარმოგიდგენიათ ჩვენ რა მასშტაბის ჩამოსხილ სახელმწიფოში ვართ წარმოუდგენელი ამბავი არის ხო მაგრამ აი ეს ერთი პატარა ფრაგმენტი მაგრამ და მეორე რისი თქმა მინდა დიდი პატივისცემის დადასტურებით კიდევ ერთხელ თქვენს მიმართ და გადაცემის მიმართ მე არ მგონია რომ აი ამ პროპაგანდისტულ და ავტორიტარულ რეჟიმში სატელევიზიოდ შეიძლება ჩვენ მივიდეთ სწორ ამოხსნამდე სად არის პრობლემები და რა არის გასაკეთებელი იმიტომ რომ მე მჯერა იმის რომ ერთმანეთისკენ თითები კი არ უნდა ვიჭროთ ძალიან მძიმე ვითარება არის მაგრამ ერთმანეთისკენ თითები კი არ უნდა გავიშვიროთ ადამიანებთან და ამით შევეცადოთ რომ ჩვენ რაღაცა მორალური სახე გადავირჩინოთ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ მოვძებნოთ გზები მოვძებნოთ პროცესი რომელიც ამ უმძიმესი ვითარებიდან სწორ და ადეკვატურ რეაგირების ფორმებს გვაპოვნინებს ამიტომ იყო ჩვენი ინიციატივა გავიხსენებ ძლიერი საქართველოსი პირველივე დღეებში რომ გასაგებია რომ მათ მიიტაცეს მანდატები ამიტომ არ ვცანით ჩვენ პარლამენტის ლეგიტიმაცია და ამიტომ დავტოვეთ ეს მანდატები და აქედან დაიწყო მათი არაღიარება საერთაშორისო მათ შორის იყო თქვენი იდეა რაღაცა ალტერნატიული თუ პარლამენტის აი აქეთ მხარეს ხო აი პროცესი ახლა ვარ ამ წერტილში როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა წინააღმდეგობის პლატფორმის შესახებ აი ამ თემასთან დაკავშირებით რო გითხრათ რაღაც გარკვეული ინიციატივები ნაბიჯები რომელიც გადაიდგა ბოლო 2 დღის განმავლობაში საგულისხმო და მნიშვნელოვანი არის ერთობლივ საინფორმაციო პოლიტიკაზე საერთაშორისო აქტივობასთან დაკავშირებით მაგრამ ეს ის მხარეა ის ნაწილი ამ მუშაობის რომელშიც ისედაც კოორდინაცია იგრძნობოდა და შედეგებიც იდებოდა არა შედეგებიც არის ნამდვილად აი რეები უნდა გაკეთეს ამ დღეებში იმისთვის რომ ქვეყნის შიგნით რაც არის მნიშვნელოვანი პროცესის უფრო მეტი ეფექტურობისთვის რომ ამ ხალხმა დაინახოს რომ რაღაცა შიგნით რაც შეეხება გიორგი არის ახლა რამდენიმე საკითხი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის და ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრიტანული სანქციები. რეჟიმი დგას რამდენიმე საყრდენზე. და ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიაქტიუროთ აქეთ ამხარებ. თუ ეს საყრდენები რეჟიმს არ გამოეცალა, ის გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას. მაგალითისთვის, მე რამდენიც არ უნდა ვისაუბრო ახლა თქვენს ეთერში და თუნდაც ვიაროთ საზოგადოებაში. მე ერთხელ შევხვდები მოქალაქეს, რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდაზე ზის, მაგრამ ის 24 საათი დარჩება მიბმული იმედის პროპაგანდას. ხომ მე სახში ხوار დავუჯდები ადამიანს, არა რომ აბუხსნა სიმართლე. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის იმედი. ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის კლანური სასამართლო. აი ამ საყრდენების გამოცვლა არის მნიშვნელოვანი
და ამას ემსახურება მათ შორის ის ნაწილი, სადაც წარმატებით მუშაობთ, ეს არის პერსონალური სანქციები, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება. ამ მიმართულებით დინამიკა აშკარად საიმედოა. იქნება შედეგიანი და არა ესეთ რაღაცა დაფანტვა ენერგიის, რომელიც უსაზღვრო არ აქვს. ეს ერთი და მეორე, კიდევ ერთხელ ჩემი აზრით, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ მას კონდეს ძალიან ნათელი წარმოდგენა. ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რა საკითხები განიხილება და რა წესებით მიიღება გადაწყვეტილებები. აი ეს გამჭვირვალობის ვალდებულება ჩვენ საზოგადოების წინაშე გვაქვს. ამიტომ ნებისმიერი ფორმატი, რომელიც შეიქმნება, ხო, გასაგებია რომ პირველი საათები და პირველი დღეებია და მაგრამ ამაზე უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ აქეთ მხარეს არ დგანან პროპაგანდით მოწამლული და დამორჩილებული ადამიანები. აქეთ მხარეს საბედნიეროდ დგანან თავისუფალი მოაზროვნე აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც აი ესე უბრალოდ მითითებებით და დახურულ კარს მიღება დისკუსიებით არ უნდა აკადრო და ვერც აკადრო. ამის მაგალითი დღეს ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ პარლამენტის შეკრებილ საზოგადოებაში. ბრძოლა რა თქმა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ სტრატეგიულები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ანა ნაცლიშვილს ლელუდლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ვესაუბრებოდით.